ეს კომპოზიცია არის ვეფხისტყაოსანიდან, რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მიძლიერით. ეს მომივიდა თავში მაშინ, როდესაც შემომთავაზეს ვეფხისტყაოსანი ბალეტის დადგმა პეტერბურგის მარინის თეატრში. მუსიკა ალეკო მაჭავარიანის, ჯერ იყო განკუთვნილი დიდი თეატრისთვის, ის რატომაც არ დაიდგა, სოლიკო ვირსალაძეონო ყოფილიყო ხატვარი და ეს იდეა რატომღაც ჩაიშალა და შემდეგ გადავიდა ეს სპექტაკლი, გადაინაცვლა მარინის თეატრში და ალეკო მაჭავარიანმა ამ დიდებულმა პიროვნებამ მომაკითხა მე და მითხრა ხო არ გამეკეთებ ბალეტსო და დიდი სიამოვნებით ასკოლე დავთანხმდი და დავიწყე მუშაობა და პირველი მინდოდა რაღაც განზოგადებული უფრო სწორედ უფრო რაღაც ბურჯივით გამეკეთებია ფარდა, რომლის შემდეგ უკვე გავაკეთებდი დეკორაციებს და კოსტიუმებს. და პირველი ეს იყო, როდესაც შავ-თეთრი იყო, სხვათა შორის შავი კი არა, ოქროსფერით და შავით და იმით იყო გაკეთებული. და პირველი გასვლა იყო იმის შემდეგ, როგორც კი დაიდგა მარინის თეატრში, ამის შემდეგ დაგვპატიჟეს პარიზში. სადაც წავიღეთ ვეფხისტყაოსანი. მქონდა გასტროლები პალე დე კონგრესში, ეს არის ყველაზე დიდი სცენა პარიზის და 4000-ზე მეტი მაყურებელი ეტევა დარბაზში. ფარდა იყო 22 მეტრით 11 მეტრზე, ეს იყო წულზე გაკეთებული, რომელიც დროთა განმავლობაში ჩავიტანეთ იქვე და იქვე რაღაცა, მე მგონი მოიპარეს რაღაც ნაწილები და დაიკარგა. ამის შემდეგ მოულოდნელად აბსოლუტურად ზარი გაისმა ავიღე ყურმელი და კულტურის მინისტრი თეატროლოგიანი მოგეხსენებათ. ეხლა რობერტ სტურვასთან ვარ ბატონო მურაზო და თუ შეიძლება ჩამოვალ თქვენთანო და რაღაც მაქო სათხოვარიო. კი ბატონო მეუთხე მობრძანდით. მოვიდა და იქნება ქუთაისის თეატრის აღორძინებაში, ოპერის თეატრის აღორძინებაში მომეხმაროთო და ამდენად მეუთხე რასკვილი 16 წელიწადი ბადრი პადარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მე უმუშევარი ვიყავი და თანაც კიდე თეატრი მაინც ქუთაისი ჩემი საყვარელი ქალაქი. და რასკვილი დავეთანხმე დიდი სიამოვნებით და უკვე შესრულდა ეს თითქმის დამთავრებულია, კიდე მაქვს ცოტა რაღაც ვისამატებელი, მაგრამ თეატრი არ არის მზად და ამდენად მაგ დრო იმის დასამთავრებლად. ესე გამოვიდა 10 მეტრი 7.5-ზე ახლა და რასკვილი ამას უფრო დიდი ფართი ეკუთვნოდა, მაგრამ აქ თაროზე შემოვასკუპე ყველა ჩემი საყვარელი ადამიანები, ჩემი მშობლები, ჩემი ბებიები, ბაბუები, ჩემი მეგობრები. ბაბუა მურვანიძე, ივულიონ მურვანიძე და ბებია ანა აბელიშვილი. ოთარ გოგნიაშვილი, ჩემი მამინაცვლის შვილი და ჩემი დედა. ლიდა გიორგობიანი და ნატა გიორგობიანი დედა. მამა ჩემის მამინაცვალი, ისტორიკოსი სანდრო მამულაშვილი, ერეკლეს მუზეუმის დამაარსებელი თელავში. ბებია ჩემი ლენა ტარასოვა. ბებია ჩემის დედა პაპოვა ნატალია. შემდეგ ბებია მამის დედა ანა აბელიშვილი. იქ მამაა ჩემი, რომელიც ფონზე წავიდა და აღარ დაბრუნდა. ეს დედა ჩემის თოჯინაა. იქ მე ვარ და დედა. ეს კიდე ბაბუა ჩემი გამზრდელი, ნიკო გიორგობიანი, რომელიც უდლის შვილი და უდლების პლეადა იყო მისი წინაპრები. ორი ძმა ყავდა უდლები. თვითონ კიდე ჩამოვიდა ქუთაისის გიმნაზიაში. სწავლობდა, ძალიან კაი ორატორი იყო და აგაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, იქ სიტყვა უთხრა აგაკის. შემდეგ წავიდა პეტერბურგში, მათემატიკურ ფაკულტეტზე უნივერსიტეტში სწავლობდა და მე რა თქვა მეაქ რომ პეტერბურგში წავედი, იმიტომ ვისწავლებო რომ ნამდვილი თბილისელი გამხდარი იყავი და ჩამოვიდა და მართლა ნამდვილი თბილისელი გახდა.
ძალიან მიყვარდა ბაბუა. მე 11 კლასში ვიყავი, როცა გარდაიცვალა და პირველი დარტყმა იყო ესეთი, რომელიც შევიზნე, თორემ მანამდე ვერ გზნობდი, არ ვიცოდი, მამა ჩემი გარდაიცვალა 3 წლის ვიყავი ეს. არა მიმიღია ესე ვთქვათ, ვერ გავიგე, წავიდა და აღარ ჩამოვიდა. ბაბუა პირველი დარტყმა იყო. აი ეს თარო, როცა ვმუშაობ, ამათ უყურებ ხოლმე და ძალას მაძლევ. სულ ბედნიერი ვარ იმითი, რომ ძალიან ბევრი ღირსეული და გენიალური ადამიანი შემხვდა ცხოვრებაში და მეგობრობა მქონია. და საქართველოში კი რასკვლელია ძმაკაცები და ყველაფერი, მაგრამ გამოჩნდა ერთი საოცრად საინტერესო და გენიალური პიროვნება, რომელთანაც შეხვედრა მოხდა და მე დამეგობრდით, ეს იყო სერგო ფარაჯანოვი. უცებ მოხდა რაღაც. ვიღაცას მოყვა, გონი ჯორბენაძეს თუ რაღაცა და მოვიდნენ ჩემთან და სერგომ დამპატიჟა, მე ხვალო ამოდიო, ამ მისამართზეო ვიქნებიო და მოდიო ჩემი რაღაცები და გაჩვენო. ნუ ავედი დაწმინდაზე, მივადექი მის ეზოს, შევედი ეზოში და ეზოში იყო პატარა აუზივით ესეთი და ხედავ რომ ამ აუზში კაფელი იყო, ძველებური კაფელი და ესეთი. ნუ ამოვარდნილი კაფელები და რაღაცებით ესეთი და შიგნით არის ღორი და სერგო ზის და ამ ღორს ღებავს. კი არა, ნუ აფერადებს უბრალოდ ნახაც. ნუ ფერწერას აკეთებს ღორზე, ნუ. ხო და შენთვის კისტი მაქვს და მოდიო და მოუჯექი გვერდზე მეორე მხრიდან და ეს რუტუნებდა მოწონდა ღორს ამ ისეა. უსმენთ ამის აღებავს და ეს ხალხი კანონდგარი მეზობლები იცინოდნენ და ჩვენ ღორს დავასრულეთ ეს ნამუშევარი და ავედით ზევით და მე კიდე მოვიდნენ ვიღაცები და დავლიეთ. აი ეს პირველი შეხვედრა იყო სერგოსთან. ამის შემდეგ იყო, ნუ რა ვიცი, ნუ საოცარი რაღაცები ხდებოდა მასთან სახლში. ეს იყო ცოცხალი თეატრი, არ ვიცი, მსგავსი თეატრი არსად არ მინახია. ეს ულევი ფანტაზიის ადამიანი. საერთოდ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. არასდროს არ მიმიბაძია მისთვის როგორც ესთეტიკით და იმითი, მაგრამ თვითონ ესე იგი ადამიანთა ურთიერთობით, მოყოლით ამისი და რაღაცები ჩემზე ახალგაზრდა ადამიანზე ძალიან დიდი იმოქმედა და დიდი მადლიერი ვარ მის. ეს არის ნუ რაღაც შავი ესეთი ჩანაფიქრი, მქონდა უკვე რაღაც პორტრეტი გაკეთებული, არ მომეწონა მონსერატ გაბორიას. მე ეს ხალი მიყვარს ყველაზე მეტად სოფლიოში, იმიტომ რომ არ ვიცი, ესე დავაპირე რომ ულამაზესი, ხლა ნუ არ არის შედარება არ არის იმას იმ ჩანაფიქრთან, რომელიც ამ ესკიზია, ვაპირებ გავაკეთე ულამაზესი, ესე იგი, ხალი და გარშემო ესე უშელოველი კაბა და მონსერატის პორტრეტი ზევით. ოთხალი ეს ღერის და მონსერატი იყურება, იღიმის. იმდენად ეს დიდი მასიური ქალი, როგორც კი ხმას ამოიღებდა, ხდებოდა, არ ვიცი რა, ყველაზე ლამაზ ქალად იქცეოდა ხოლმე. ეგეთ ტრანსფორმაცია არ ვიცი, ყველაზე დიდი ალბათ ჩემ ცხოვრებაში, რომელიც კი განმიცდია და მინახია. უყურებ რაღაც აი მთას და უსებ ეს მთა გადაიქცევა რაღაც აი წრილ ესეთ რაღაცა ფანტასტიკურ ნიმფად. მე ბედნიერი ვარ რომ პირადად გავიცანი, მანამდე ესე იგი დითეატრში ჩამოსული იყო და არც ერთი სპექტაკლი არ გამიცდენია. მისი მონაწილეობით ნორმაში, არ ვიცი, გამაგრიჟა ნორმაში და ფიქრობ რომ სულ უმტკიცებდი ხოლმე კომპოზიტორებს და მუსიკოსებს რომ კალაზე უკეთესად მღეროდა ნორმას. და მე ზოგიერთი დამეთანხმა. შემდეგ ესპანეთში მუშაობდი, მას ჰქონდა გალა კონცერტი
მომწეს ეს კონცერტი გასაკეთებულად და კაბაც კი გავუკეთე. და კაბის ესკიზი მაქვს ქვევით და ეს თვითონ ესკიზი წაიღო, მოსასხამივით იყო ესეთი და იმით გამოდიოდა მე იხსნიდა და ეს გავუკეთე მერიდაში. ეს კოლაჟი გავაკეთე მიუძღვენი სერგოს და იმ შემთხვევას ალბათ ყველაზე ძალიან ბედნიერ შემთხვევას ჩემს ცხოვრებაში. პორგი და ბესი რო გავაკეთე, რომელიც ჩაითვალა, ითვალება ერთ-ერთ საუკეთესო თუ საუკეთესოდ არა მთელი თეატრალური ქართული თეატრის არსებობის ისტორიაში დეკორაციად. მართლა ქმედითი დეკორაცია იყო, ესეთი მართლა რომელმაც იმუშავა თვითონ და თვითონ ითამაშა სცენაზე, ესე ვთქვათ. მე ესეთი სამაკ სტილი საერთოდ დეკორაცია უნდა მიიღოს აუცილებლად აქტიური მონაწილეობა ქმედებაში. ამით ამდიდრებს კიდევაც და ეხმარება მსახიობებსაც, რეჟისორებს და ესა და ეს. და ეს იყო რაღაც ფანტასტიკურად მოეხმარა ამ სპექტაკლს და პორგი და ბესის შემდეგ სერგო გამოვარდა და მეთქი რას მორბის და გადამეხვია და შუბზე მაკოსა და ხელი აწია ჩემი და ხელზე მემთხვია. მეთქი რა იყო მეთქი და შენ ვინ ახარო ეს რა გააკეთეო? გენიოსი ხარ, ეს რა გააკეთე პორგი და ბესიო. ფანტასტიკა არის. ნუ ესე გეგი იყო შეფასება მართალია მაგ პორგი და ბესის გულისთვის პროსტორეთ გამომაგდეს ოპერიდან, მაგრამ ეს დამჭა და ნამდვილად ღირსი იყო სერგოს მოწონების ალბათ რა. ეხლა ის მინდა რა ქვია, საერთოდ ფიქრობ იმაზე, რომ როცა ამ ქვეყნიდან გამემგზავრები სერგოს მიმართულებით, იქ რასაკვირველია სიგიჟეებს და რაღაცებს აკეთებს, ისი ვერ გაჩერდებოდა და ისეთი რაღაც მინდა გავაკეთო მე. ისეთი რამ მინდა გავაკეთო, ჩავიდინო ისეთი რაღაც, რომ შეხვედრისას ისევ შუბზე და ხელზე მემთხვიოს. ეს პიტერ უსტინოვი ძალიან გამიღიმა ბედმა, რომ შევხვდი ამ ადამიანს, ამ უჭკვიანეს ადამიანს, რომელიც იყო მოგეხსენებათ, რომ მსახიობი, რეჟისორი და საფრანგეთის 100 უკვდავი აკადემიკოსის წოდებას ატარებდა და სწორედ აი აცვია ეს კოსტუმი და შპაგა და რაღაცეები აქვს. მე მოვიფიქრე ერთი სპექტაკლი, რომელიც მარინის თეატრში გვინდა დაგვედგა, იმიტომ რომ მეიერჰოლდის მოდიოდა იუბილე, რომელმაც დადგა მარინის თეატრში პროკოფიევის მოთამაშე ოპერა და ამის შემდეგ დახვრიტეს. ამ ოპერის გამო არა, როგორც ხალხის მტერი და რაღაცა, მაგრამ ეს იყო მისი ბოლო დადგმა, რამდენადაც ვიცი. და უცებ შემთხვევით წავაწყდი იმას, რომ იუბილე მოდის მისი დაბადების დღე და ვიფიქრე, რომ იქნებ მეთქი გავაკეთო მოთამაშე. მაკეტი შევქმენი, გავაკეთე ისეთი, რომ იკეცებოდა ძალიან კარგად, ყველაფერი დიდი მაკეტი იყო საკმაოდ. ჩავედი და გერგიევს უთხარი, რომ მოდი მეთქი იუბილე მოდის მეთქი და დავდგათ ეს სპექტაკლი. თან გავუხარდა, კიო, გავდგათო. ხო და ნუ რეჟისორად ვინ ავიყვანოთო და რა, იცი პიტერ უსტინოვმა დარეკავა, რომ დავერდიო უკვე და გიждდებიო პეტერბურგზეო და რაღაც ხო იქ ნუ რუსული წარმოშობის არის და რაღაცა. ერთი მარინის თეატრში მინდა რომ რამე დავდგაო. იქნებ პეტერ უსტინოვს დავადი მევენოთო. ნუ კი ბატონო მეთქი და დაურეკეთ პეტერ უსტინოვს, რომ აი მხატვარია, რომელმაც უკვე გააკეთა მაკეტი და მე ახლა რომში ვარო. და იქნებო მე ვერ ჩამოვალო რა საქმე მაქვს რომშიო და იქნებ ჩამოვიდეს მხატვარიო და დავჭექით ფრენაში ჩავედი. პიტერი დამხდა, სასტუმროს ნომერი ხო აღებული ქონდა უკვე, დავჭექით, ვიმუშავეთ, დავმეგობრდით და მესამე დღეა და მეუნება რაღაც ძალიან ისეთი მოწყენილი შემოდის და მე რა ვქნა ვერ გადავიტანთო ამას რა იყო მეთქი და იმიტომ რომ ხიჩკოკის როლი შემთავაზეს ჰოლივუდშიო და კიდე ვან მენ შოუ მაქვს ისუ დამავიწყდაო ერთი მსახიობის თეატრი და ავსტრალიაში მაქვს კონტრაქტიო და იქ უნდა წავიდეო და მე იქ უნდა წავიდეო და იქნებ გადავწიოთო. მე უთხარი, ნუ არ ვიცი მეთქი რამდენად პრინციპში მაგის ის არის მთელი მარილი იმაშია, რომ იუბილეა და იუბილეზე უნდა განვახორციელოთ. რა საწყენიაო და იქნებ და გადაურეკე გერგიევს და გერგიევმაც რა აზრი არ ექნებაო და მოკლედ თქვა, ნუ ვარი დავიშალეთ, მაგრამ მაინც მთხოვა რომ იქნებო მოეწონა ძალიან და
ჟენევაშიო დეტექტივი უნდა გავაკეთო და ამაში დამეხმარეო და საერთაშორისო არის იქ რა ქვია ჩემთან ესკიზები მაქვს მაგისი და გავაკეთეთ სპექტაკლი. მაგასთან ცხოვრობდი, ჩავედი პიტერ უსტინოვთან, ცხოვრობდი სახლში. ლოზანასთან არის ახლო მისი სახლი. ზევით და ვენახები და რაღაცები აუზიც იყო და ერთად ცურავდით ხოლმე და სახლში რო ვიყავი ეს წიგნი, რა კარგია მეთქი და წაიღებო და მაჩუქა ეს წარწერით შეგნით. მე ბადრი პატარკაციშვილი აგერ. სწორედ ბადრი პატარკაციშვილი დამხვდა აქ და მითხრა რომ მოდი რა უკან არ წახვიდეო, ძალიან გთხოვო და მოდიო ბავშვები გიყვარსო შენი შვილები აქ არიანო, ყველაფერი ოჯახი აქ არისო და დარჩიო და თაწმინდა პარკი მინდა გავაკეთო და ამომიდექი მხარში. ესე დავიწყე ეს ჩემი პარკის მშენებლობა და ქონდა გეგმა 70 ჰექტარის პარკლებში იყო წყნეთამდე უნდა გავსულიყავით ბავშვებისთვის საჩუქარი გვინდოდა გავეკეთებია. ყველაფერი ნახაზები, მოფიქრება და უამრავი პროექტები მაქვს შენახული ახლა უჯრებში, რომლებიც არ განხორციელდა, იმიტომ რომ 8 ჰექტარი ძლივს ავით ისე, ისაც ბოლომდე არ დამემთავრებია. გავაკეთე მოედანი, ბომბორათი, ჩემი პერსონაჟი ბომბორა გახდა თაწმინდის პარკის მასპინძელი, თვითონ ბავშვებმა აირჩიეს, სხვა პერსონაჟებთან შედარებით ეს გამოირჩა რაღაცნაირად მათთვის და უამრავი გეგმები მქონდა და ყველაზე მეტად დამსწრებული, იმიტომ რომ ჩამოვედი და მეტი არაფრის კეთება არ მინდოდა და მეთქი, აი მარტო ბავშვებისთვის ვიმუშავებ და სხვა არაფერი აღარ მინდა. პადრი იცით რაც მოვიდა. რე საბჭაკი, რომელთანაც ძალიან მეგობრობდი და სხვადასხვა ესეთი ისტორია მაქვს ძალიან შემაწუნებელი რაღაც, ოდესაც რაღაც მოვიდა უკვე პოლიტიკაში და რაღაცეებში და როცა პარიზში გაიქცა, იზოლებული იყო და ეტოვებია რუსეთი. შემდეგ ჩამოვიდა და ზარია ჩემთან სახლში პეტერბურგის ბინაში ავიღე და ჩამოვედიო და ზეგო არ დაიკავო საღამო 7 საათზეო რესტორანში ხვდებითო ყველაზე ახლობელი ადამიანებიო. ხო და მივედი და 16 კაცზე იყო გაშლილი პურმარელი. მაგრამ ვიყავით 3. დოლა საბჭაკი, ლუდან არუსოვა მისი მეუღლე და მე. არავინ არ მოვიდა. ძალიან კარგი ჩანაფიქრები ჰქონდა პეტერბურგი ბალეტის, მსოფლიო ბალეტის დედაქალაქი. და იქ შენობებიდან გასახლება, რაღაცეები, მთელი ამბავი როსის ქუჩის მთლიანად ათვისება, მერე თეთრხამეებში ამ ფესტივალების ჩატარება და რაღაცეები და თქვა რომ დაგნიშნავო, აქაც დაგნიშნავო მთავარი მხატვარად, მარინის თეატრის მთავარი მხატვარი ხო ვიყავ. აქ დაგნიშნავო, მე ვთქვი არ მინდა მეთქი მთავარი მხატვრობა, ვინ გინდა? მე მეთქი მაგ ქალაქში მეთქი მერობა მინდა. მე ვარო და შენ დიდი ქალაქი ხასა და მე კიდე პატარა ქალაქის ვიქნები, ვიცინე. რასტრაპოვიჩი უდიდესი ჩემი მეგობარი. ალბათ ყველაზე საინტერესო ჩემს ცხოვრებაში. აი გადაბმულები ვიყავით და რას გიждდებოდით ერთმანეთს. ესეთი მეგობრობა მე არ მახსოვს საერთოდ. მუშაობდით ერთად, ხულიგნობდით ერთად, სვავდით ერთად. კამერაში ვიჯექით ერთად. ჰამბურგში ვიხულიგნეთ და ჩავქვსვეს. შემდეგ იქიდან დარეკა ბურგომისთან და შემდეგ გაგრძელდა პურმარელი რესტორანში ბურგომისთან დასწრებით გამოგიყვანეს და მოკლედ დიდი შეხლა შემოხლა ქონდა საერთოდ ევროპაში. არ ვიცი, შენი კვალი რჩებოდა ხოლმე რომ გავივლიდით არა, რაღაც უნდა დაგეშავებია, რაღაც უნდა გააკეთებია, რა სიცილ ხარხარი სულ ყოველთვის და სულ აი რა ეგეთ რომ არ ვიცი, ესეთი ადამიანი მე არ შემხვედრია საერთოდ ცხოვრებაში. მიყვარს საერთოდ ესეთი ფოკუსები, შუშის იატაკი, შუშის ჭერი. ხო და რაღაც მე სულ ყოველთვის რაღაცას ვიგონებ ხოლმე და ამდენად. და ეხლა განათებისთვის არის რას ყველია საჭირო და ამიტომ გამოვიყენე და თანაც სიარული შემიძლია ამაზე და ყველაფერი. ამდენად
რაღაც პერსპექტივა მაინტერესებს ქვევით ვიყურები ქვევიდან ზევით. აქ არის ჩემი სახელოსნო, ქვევით კიდე მაგ მუზეუმივით, ესე იგი საგამოფენო დარბაზივით და ამდენად მთელი ექსპონატები, ესე იგი ხანდახან ქვევით ჩამყავს და ექსკურსიებს უტარებ და ვაჩვენებ ადამიანებს და რა ვიცი, ბევრი ქანდაკებებია და ბევრი რაღაცა ნაწარმოებებია ქვევიდან. პეტერბურგში ვიყავი, თვლემდი უკვე და უცებ რაღაცა ხილვა რაღაც გამოჩნდა, რაღაც დავინახე, ეტობა ზევიდან, ციდან დამეცა ეს იდეა, რომ დავინახე საქართველოს რუქაში, დავინახე ამირანი. და ვიფიქრე, მოდი მეთქი, დავიძინებ და ხვალდილით ავდგები და მეორე ხმა მეუნება ჩემი მეორე ხმა, რომ იქნება დაგავიწყდება, ეხლავე გააკეთე, ეხლავე დახატე და ავდექი და დილამდე მართლა ვიმუშავე და დავხატე ეს მერე კიდე ვიმუშავე და მოკლედ მივიყვანე ესეთ მდგომარეობამდე ნახატი და მერე მეთქი რა გავაკეთო ეს და სად და წამოვედი რასკვილი მე მაგის პირობები და რაღაცები არ მქონდა და გადავწყვიტე ჩემ მეგობართან გია ჯაფარიძესთან მივსულიყავი და მეთქვა რომ რაღაც მოევა მონაწილეობა ჩემი კომპოზიციის რაღაც ესეთი ქანდაკებაში განხორციელებაში და მოკლედ აი ესე შეიქმნა ეს ქანდაკება რომელიც ჩათვლილია რომ ყველაზე აი საშა ალექსანდრე ჩიკვაიძე დიდი დიპლომატი რატომ არის სურათი იმიტომ რომ როცა შეიკრიბა მთელი მთავრობა და ეს ვაჩვენე მთავრობის სასახლეში მაშინ მარტო ჩიკვაიძემ თქვა რომ ეს უნდა დავდგათო იმიტომ რომ ესეთი პატრიოტული ქანდაკება არ არსებობს იმიტომ რომ რუკაზე მუყავოზე დახატული რუკა საქართველოსი სადაც მოჭრილია ხელი და ამოღებულია აქედან კიდე დედალები და 22% ესე იგი მოკლებული აქვს ამას და როცა ცოცხალ ტანზე ხდება ეს ამბავი უფრო გზნობიერია და უფრო მეტი პატრიოტული გზნობის მომტანია ვიდრე რუკაზე დახატული რუკა ქაღალდია და ეს ცოცხალი ადამიანი არის ფაქტიურად დამახინჯებული ხო გარდა ამისა პეტერბურგში ეს ქანდაკებაც იქ შეიქმნა იქ მომივიდა თავში იქ ვიმუშავე დიდხანს ვიმუშავე სხვადასხვა ამის კომპოზიციაზე ეს არის ტავსტანოგოვი ძალიან ბევრი ვიმუშავე სხვადასხვა ერთი თითქმის წელიწადი ვიდრე ეს კომპოზიცია დაიბადებოდა და მე ესაც ჩამოვედი და გიას გავანდე ეს და ერთად ავაშენეთ ეს ქანდაკება ხო და ესაც აი ეზოში მიდგას ახლა აქ ცეხში იყო იქ და გადმოვიტანე იმისთვის რომ ხალხმა უფრო ნახოს და იქნებ რაღაც გზა მიეცეს იმიტომ რომ იქ ცეხში არავინ არ დადის ჩემ უდიდეს მეგობარს და გენიალურ რასტროპოვიჩს უყურთვის ვეუბნებოდი ხოლმე რომ ვიოლონჩელს ვეძახდი ბალალაიკას რუსულ ბალალაიკას და ვეუბნები აი მეთქი ერთხელ მოხატავ მეთქი შენ ბალალაიკას გამოხვალ ხოლმე სცენაზე და ესტრადაზე იტყვი რომ მურაზმა მომიხატა ეს ბალალაიკა და ბოლოს პოპულარული გახდები მეთქი და სასტუმროში ვიყავი ლეონარდო და ვინჩი ვატიკანთან ახლოს იქ ცხოვრობთ გვერდზე ნომრები გვაქვს და ერთხელ შემოვაგორა თავისი 2 მილიონად შეფასებული თუ რაღაც თავისი ინსტრუმენტი ვიოლონჩელი და იყავიო სახში მაინც სამუშაო გაქვს და საჭმელს მოგიტანენ სახში და არსად არ გახვიდეო მაინც და გაფრთხილებულები კი არიანო ეხლა ეს ინსტრუმენტი რო აქ არისო მაგრამ მოკლედ შენ გიტოვებო და მე 4 დღით წავალ ვიდირიჟორებო და ჩამოვალო დავრეკე რომის ოპერაში იქ მანამ უკვე ნამუშევარი ვიყავი ვიცნობდი სულ და ერთი ძველი ვიოლონჩელი იმიშოვეთ მეთქი და მომიტანდეს ერთი საათში მომიტანდეს მე გავხსენი ჩემი ესე იგი საღებავები და ავიწყე ხატვა 2 დღე ვხატე და უცებ გაიღო კარები ცოტა ნაადრევად შემოვიდა რასტრაპოვიჩი და ვაიო დაიძახა და იქე წავიდა ლოგინი მქონდა და იმაზე დაეცა და მე ვთქვი ადექი მეთქი ცუდი სახიობი ხარ მეთქი და რასკვილი იცნობდა თავის იმას ვიოლონჩელს დახუჭული თვალებით და მოკლედ ეს დაუმთავრე და წაიღო და მე რო გარდაიცვალა მის მეუღლეს ვეუბნებოდი რომ გალას მე ვთხარი სად არის მეთქი და ვერ ვიპოვეთ ვერსად ეთყობა ვიღაცა საჩუქა და შემდეგ ავიღეთ და მისი გამოფენისთვის როდესაც გავუკეთე 85 წლის თავისადმი მიზუნელი გამოფენა უკვე აღარ იყო რასტრაპოვიჩის ცოცხალი მაშინ ავიღე ვიპოვე ეს ძლივს აქ ძალიან გამიჭირდა ძველი ჩელოს შოვნა და აი ამის კოლაჟები და იმითი მოვხდე და დავაწერე კიდევაც რომ აი მოგიხატე ესე იგი და ეხლა გამოხვალ და იქნები და განდიდდები ესე იმიტომ რომ ახლა ჩემი მოხატულია შენი ვიოლონჩელი
ამერიკაში იყო ჩაატარეს სტერნის იუბილე და რასტრაპოვიჩმა ჩუმად ესე იგი შეუკვეთა ბალეტის პაჟკა ყველაფერი ფორმა და მივიდა და დაждდა და ვიოლონჩელზე დაუგრა და ისეთი აჟიოტაჟი იყო რომ მთელი გაზეთები მერე წერდნენ რასტრაპოვიჩზე და ნაწყენი იყო სტერნი რომ ხმას არ იღებდნენ მის იუბილეზე. და ზევით არის და მიყავდა ეს კონცერტი და ეს საღამო გრეგორი პექს. და ზევით არის სურათი ვიშნევსკაია, კალინა ვიშნევსკაია, რასტრაპოვიჩის სოლი და მე ვარ ფილმიდან, ფრანგებმა გადაიღეს მასზე ფილმი და იქ ერთად ვარ და რაღაც როლში ვარ იქ და მე ეს ორი ფილმი შეაერთეს და ჩემ მსახიობებს აქ ვეუბნებით თქვენ ვინახართ მეთქი მე გრეგორი პექთან მეთქი თამაშე ერთ ფილმში და ეგ წარწერა აქ აი слава вот размалевал твою балалайку теперь станешь прославленным აი ესეთი ერთი ძალიან ისეთი შემთხვევა იყო მე ცოლის მოყვანა დავაპირე და უთხარი რომ მომყავს მეთქი და ერთ რამეს გეტყვიო რა ამ დაკალები ხო ყავს კი მეთქი და მოდიო რა ისინი დაპადიჟე მოიყვანეო ჩემთან სახლში მე ვიყვანე ჭერი ქონდა ჩამონგრეული ესეთი და ეკიდა ეს აქია კილო ესე ნახურეთით ესეთი და ნაწიმარი ესეთი რაღაცა ჟანგებით და რაღაცებით მაგიდაზე და შეყო ხელი იქა და ამოიღო პატარა ესეთი ბანკა და მოხსნა ის და დაღარა შიგნით ბრილიანტები აი ესე დაღარა და დაიწყო გარშემო სიარული ესე და მოვიდა შეერთიო მეთქი რატომ მეთქი მარტო მაგას არ გაუბრწყინდა თვალებიო და არცენებს კიო აი ესეთი საოცარი რაღაცა აი ეს კანდაგება მიუძღვენი ისე 85 წლის რო შეიქმნა და იუბილეისთვის გავაკეთე მოვასწარე და რასტრაპოვიჩს მიუძღვენი და ამას ქვია ამ კანდაგებას გენიოსის დაბადება. არის საერთოდ რასტრაპოვიჩის მამა ლეოპოლდი ცხოვრობდა ბაქოში, რასტრაპოვიჩი იქ დაიბადა და არის სურათი რომ ძალიან გაჭირებულები იყვნენ და ლოგინი არ ქონდა იმას. პატარა რასტრაპოვიჩს და ფუტლარში იმ ვიოლინოს ფუტლარში იყო არის ესეთი სურათი მის ბიოგრაფიაში მაგრამ სახე არ ჩანდა საერთოდ და ძალიან ბევრი ვიმუშავე იმისთვის რომ ისეთი თავი გამეკეთებია რომ აი აქედან რასტრაპოვიჩი გამოვიდოდა და არა სხვა ბავშვი და აქ არის მისი პორტრეტი აგერ აი ესე გამჭირვალე არის ხელი რომელსაც დირიჟორობს და აქ ჩელოს ის არის მეორე ხელია აქ ხეხავს როგორც ამოვდი და თვითონ ამოდის სტრუნებს მიყვება ეს გენიოსი აი გენიოსის დაბადება ესეთი გადაწყვეტა კანდაგების ძალიან წდება გული რომ თვითონ ვერ მოესწრო და ვერ ნახა და ვერც კალინა ვიშნევსკაია ვერ ნახა სამწუხაროდ ისე გარდაიცვალა და ძალიან გული მწდება ეს კანდაგება მიუძღვენი ჩემ მეგობარს დიდ და გენიალურ მომღერალს გეღამ გრიგორიანს მის ხმას მიუძღვენი მის ხმას ესე იგი გეღამ გრიგორიანის ხმა არის ეს აი თვითონ და აქ ავსახე მისი სახე პროფილი ჩანს ესე იქეთ მღერის და იქეთ თითქოს ის მიდის რა ქვია ხმის რაღაც ნუ
მიმართულება ესე თითქოს იქ დვერის და ფრინველის როგორც ხმა როგორც ფრინველი ესეა და 3 მეტრი და 10 სანტიმეტრი არის და დგას ეს მთავარ პანთეონში ერევანში მოკლედ დიდი მოწონებაა სხვა შორის და თვლიან რომ ყველაზე საუკეთესო ქანდაკება არის იქვე არის დასაფლავებული არამ ხაჩატურიანი, სერგო ფარაჯანოვი, ფრუნზიკა მიკერტიჩიანი და დიდი მსახიობები სხვა შორის და სპორტსმენები ახლა ხან ალბერტ აზარიანი დაასაფლავეს და იმოშორებით აქეთ და იურიგა ვარდანიანი რომელიც ჩვენთან იყო ელჩი ზალოსანის ტანგისტი ძალიან კაი პიროვნება და განათლებული და აქ ჩვენთან ელჩი იყო ხო აი ესეთი ის დაუდგე ჩემ მეგობარს ეს არის პორგი და ბესის დეკორაცია. ოღონდ გერშვინის მუსიკაზე რას კვირლია, მაგრამ მიშა ლავროვსკიმ ამ ფანტასტიკურმა დიდი თეატრის მოცეკვავემ და მე დავდგით ბალეტი ამ თემაზე. ეს მაკეტი საკმაოდ დიდი ხნის ნამუშევარია და ძალიან რთული, მაგრამ ძალიან კარგად განვითარდა ყველაფერი იმით, ცეკვების და ყველაფერი ეს მოძრავი იყო სულ უკან მართლა სარკეა და იქ სცენაზეც 120 კვადრატული მეტრი სარკე ეკიდა, რომელიც ფალანგები მოძრაობდა, ესაც მოძრაობდა, აქ სარკეები უკან და როდესაც ბესი შემოდიოდა, მაშინ უკან ვანათებდით უკან და ეს ხდებოდა რაღაც აი თითქოს შუშის სასახლეთ განათებით სულ სხვანაირი ხდებოდა. შემდეგ ბოლოს ფინალში როცა პორგი კვდება, მაშინ ეს 60-ზე მეტი 70 თოლია ჩამოდიოდა ქვევით და ქანაობდა და ძალიან ეფექტური იყო. აქ იხდებოდა ის ჯაზ ბენდი გამოდიოდა უკრავდა, ამას სულ დაძრობდნენ ბალეტის ბიჭები და მსახიობები და აქ სცენა არ არის რასკველი ნაჩვენები, მაგრამ აქ იგულისხმება რომ აქ ცეკვავდა. ამ გაზარმოებმა მიიღო ლინკოლნ ცენტრის დიდი ოქროს მედალი, აქ არის გამოსახული ეს მედალი. აქ არის ამ სურათზე ზივარ შენებლობის პერიოდში. ცოტა ძნელია წარმოსადგენი, მაგრამ აი საფეხურები წარმოიდგინეთ, რომ აი მე აი ახლა ავდივარ, ადამიანები აი ესეთები იყვნენ, აი წარმოიდგინეთ, რომ აი ესეთი ადამიანები დადიოდნენ. ერთხელ ჩამოვიდნენ ჩემთან ეს უდიდესი მოცეკვავეები, წყვილი, ცოლ-ქმარი ვლადიმერ ვასილევი და ეკატერინა მაქსიმოვა. ჩემთან სახლში დავხვდი აეროპორტში, მივიყვანე სახლში და მითხრეს, რომ ხვალო მოდიო რა, სერგო ფარაჯანოვი გაგვაცანიო რა, ეს არის ჩვენი, ვიცი, აი ფაქტიურად ჩამოვედით იმისთვის, რომ სერგო გავიცნოთ. მე ვუთხარი, რაღა ხვალ, ეხლა მეთქი და რომელი საათია? პირველი საათი იყო ღამის. მე ვუთხე, წავიდეთ, მე ვუთხარი. ჩავსი მანქანაში, არა, უხერხულია. მივედი, სერგოს ეძინა. გავაღვიძეთ, სერგო გამოვიდა, დაინახა ვალოძე ვასილევი და ესა და აგიჟდა, ნუ მოკლედ. და მოკლედ ხვევნა კოსა რაღაცები და რაღაც უნდა ეჩვენებია. კარი ნახატი შევხვდა. მე აქეთ მეორე ნახატზე რაღაც გასაღები დაკარგა და ვალოდე ვასილევმა გამოიჩინა აი საქმეა და რაღაც შეძორა და გამოიღო ეს გასაღები, გაიშალა პურმარლი. და მეორე დღეს გითხრა რომ მოდითო წაგიყვანთო იმაშიო. ჩემ დაჩაზეო და კიდე გათხრებია იქ რაღაცეებიო და საინტერესოა და მოკლედ დავჯექით და წავედით. ეს აქვია გათხრებზე ვიყავით. შემდეგ კიდე
ნუ აქ ისევ кейფი, ისევ ზევით მე ეს არის მანქანაში დახატა ვოლგაში, ჩემ ვოლგაში წერია კიდევაც იქ რომ ვზივართ მე საჭესთან, გვერდზე სერგო მიზის და ჩემს უკან კაცია და აქეთ ვალოძა. და მე ისა ქვია რაღაც ბადრიჯნები არის შევებოდა მოსკოვში და აიღო და თელი არ ვიცი ბაზარი იყიდა, სერგო მოიტანა და ისინი უკვე თვითფრინავში ჩაჯდნენ და გაფრინდნენ და აეროპორტში დავრჩით მე და სერგო იგი ბადრიჯანების აი იმაში რა ქვია უშველებელ ტომრებით რა. და ბოლოს აი კანიაც ესე იგი და თავისი საყვარელი ეს მავთულ ხლარტია და გული მისი იმაში და აი ესე მიფრინავენი. ეს ანგელოზი სერგო პარაჯანოვმა გახული რაღაც იმაში ხალიჩასავით იყო რაღაც ის დაფლეთილი ჩემ დაბადების დღეზე მოიტანა ოღონ დილით საღამოს არ მცალია სტუმრები მყავსო და საჩუქარი მოგიტანეოდა ბიჭი ვერ გააკეთეო ბიჭი არ აკავსო და აჰა ბიჭი მოგვიყანე გავხსენე და ეს არის საფიალოზი და დავკიდე და მე კისტი მივეცი ხელში რომ ხატვა დაიწოს და დღემდე არაფერი არ დაუხატია მაგრამ მეტყობა მფარველია და რაღაცეები თუ გამომდის ამის ბრალია ამის ის დამსახურება ასე რომ ვინც მოდის ყველას უყვარს ეს ნამუშევარი 6 ნამუშევარი მივიღეს ვატაშორის საჩუქრად დალიცგან და ერთ-ერთი აქ ამაკ დანარჩენი ნუ სხვა ისტორიაა და აქ არ არის და თავისთავად გამოსახა ანგელოზის რაღაც ფრთებით და ძალიან ცუდად არის სახე მისი ცუდად დახატა და ლამაზი კაცი იყო მე ასე მიმაჩნია და ამდენად რახანეს მოხდა ჩემთან მე მისი მეგობარი დავხატე და ის მის მუზეუმში დარჩა პიერ არჟელეს პორტრეტი და მე კიდე მოვინდომე გამემეორებინა ეს კომპოზიცია და გავაკეთე დალი ჩემებურად უკვე ოღონდ უკვე თავისი სახეა ლამაზი კაცია და აქ არის უჯრა და ჩემთან კიდე ნავი გავაკეთე და მე თვითონ ვზივარ ამ ნავში აქ ყვავილია მაგრამ ნიჩაბი გავუკეთე ახლა მენავე ვარ მე ამდენად ესე იგი შევაერთე და ჩენჩი დავარქვი ამას იმიტომ რომ ჩემი ნამუშევარი კიდეა მის მუზეუმში და ჩემი კიდე მისი კიდე ჩემთან ამდენად და ეს კოლარებია ეგ და ესე იგი თითქოს ჩენჩი გავცვალეთ მე და დალემ ეს ნამუშევრები ესეთ თემა უყვარდა ძალიან საჩუქრების ჩუქება. მე მპარადა ხოლმე ბევრ რაღაცას, მაგრამ ჩუქნი და კიდევაც. ერთხელ ჩემეზოში მოვიტანე 5 ფონდიდან მოვიტანე დიდი ისეთი რა ქვია ვაზები, მოჭიქული ვაზები 4 თუ 5 იყო და დავალაგე ესე ძალიან მოუხდა მეზოს. დავბრუნდი სადაც ვიყავი წასული და მოვედი ხედავ არ არის და დავედი მეზობრებს გეტყვი და სერგო მოვიდა პარაჯანოვი დიდი მანქანიათო და მურაზმას თქო რომ წაუღო სადღაცო და დადო და წაიღო დატვირთო აღარც მინახია იმის შემდეგ მე მომადგებოდა კისტები მომეცი აუტანი მივცემდი მე აქედან ხედავ აქედან შემოვიდა და საღებავები მიაქ საოცარი დამოკიდებულება ქონდა დაბადების დღეზე მაჩუკა ფანტასტიკური სილამაზის ვერცხლის დოქი მე პეტერბურგიდან ჩამომიტანა უშველებელი
ოქროს ჩარჩო რომელიც სახში ქონდა ზევით და ჩამომატანიო ზევით, იმიტომ მანქანა დამხვდა და ავიტანეო ზევით და არ შეიძლება მომატყო, შეიძლება აქ იყიდან რაღაცა და პეტერბურგიდან ჩამოვიდა, ვიცი რომ იქ იყო წასული. აი ერთად წამოვიღეთ და სულ მინდა და აქამდე რამდენი დრო გავიდა, სულ ვერ დავიწყე, მინდა დავხატო ეს რომ მე და სერგოს მოგვაქვს ეს და ჩარჩო მოგვაქვს და ჩვენა ვართ ამ ჩარჩოში, ამ ოქროს ჩარჩოში და მოგვაქვს. მე წინა ვარ და სერგო უკან და მოვდივართ ამ დაღმართში. აუცილებლად გავაკეთებ მაგ ჩარჩოს. მე ახლა დგევარ სამ ჩემ უსაყვარლეს ადამიანთან ერთად. ესე იგი ყველაზე მე მგონი დიდი რეჟისორია ათეულში მსოფლიოს ყველა დროის დირიჟორებში მაინც კლაუდიო აბოდო იყო გამორჩეული და ბედი ჩემი რომ მასთან მქონდა ურთიერთობა და ლასკალასთვის ვაკეთებდით მაგბეთს, ვერდის მაგბეთს. შემდეგ ეს ქალბატონი ბალერინა სილვი გილემი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალერინა იყო. სხვა შორის თავისი კარიერა დაამთავრა შარშან წინ მე მგონი თუ არ ვცდები და ისე იყო რომ ბოლერო იცეკვა ბეჟარის დადგმული და დამთავრდა მისი ცეკვა დაირეკა ზარი და ახალი წელი გადავიდა ახალ წელში ესე იგი აი ესეთი და იმ წელს დაამთავრა ესე იგი ცეკვა. ფანტასტიკური პიროვნება იყო. ძალიან მიყვარდა. და ჩემი აი შემთხვევითი და ჩემი თამაზის დღემალაძის წიგნი და არ შემეძლო რომ ეხლა არ შემეკრა სამივე ეს ჩემი უსაყვარლესი ადამიანები და მასთან მათ არ ჩავხვდებოდი. ეს მოდელი არის პატარა ქანდაკება გავაკეთე იმისთვის რომ გადიდეს 4 მეტრ ნახევარზე და ქუთაისის ოპერასთან დაიდგას. რატომ? იმიტომ რომ ეს არის მელიტონ ბალანჩივაძე და მისი სახელობის არის ქუთაისის ოპერის თეატრი. ძალიან დამაშენეს ფასას, თანაც გავაკეთე ესე რომ იმერეთის მიწა გაიხსნა და იქიდან რაღაც ვაზივით ამოვიდა შეიკრა რაღაც ლირის ფორმა და ბიუსტი არის მელიტონ ბალანჩევაძეს და მისი შვილები ახალგაზრდები ანდრია კომპოზიტორი და გიორგი ბალანჩევაძე იგივე ბალანჩინი მისი შვილები აი ესე ოჯახი და ყველა მხრიდან აქვს სხვადასხვა ესეთი ხედი ერთმანეთს არ გავს არც ერთი ხედი აი ესე იქრასკული არ იტრიალებს მაგრამ ხალხი რომელიც მივა ალბათ გარშემო შემოუვლიან და დაათვალიერებენ ძალიან მინდა რომ დაიდგას და ყველას უნდა სხვადასხვა დაიდგას ქუთაისშიც აქაც ვინც მოდის ყველა შეყვარებული ამ ქანდაკებაში იმიტომ ძალიან თბილია ჩემის აზრით და ლამაზია და ბევრის მეტყველი იმიტომ რომ ესეთი ოჯახები სოფლიოში ბევრს ვერ დაითვლის სხვადასხვა და ამდენად საამაყო ოჯახია ჩვენთვის. ეს არის ჩემი, რა ვიცი, ნუ იუმორის ალბათ აპოგეა. ზუსტად ესეთი ქალი გავინახე, ესეთი ფორმების ტრამვაით მოსეირნობდა ავლაბარში. და მე სომხურ თეატრთან ვიდექი და ეს გადმოხდა ტრამვაიდან და დააპირა იმაში შესვლა. რა ქვია? თეატრში, ეს პრემიერა იყო და ეტყობა პრემიერაში და მაპატია ეს აქვია ვერ შეეტია ტრამვაიში და გარეთ საფეხურზე იდგა. ესეთი რამე არ მინახია და რახან მაღალ ქუსლებზე იდგა, ამიტომ მაშინ ვეძახით ზადნით გადმოხტომა, ეს ზურგით გადმოხტომა. და ამ დროს ვირტუოზი იყო, თან ზესიმზირა ააგდო და პირით დაიჭირა. მე მოიწმინდა, ტუჩები რედიკული ამოიღო, რაღაც შეგიძლია სარკეში ჩაიხედა, პამადა წაისვა, ამოიღო ბილეთი და წავიდა თეატრისკენ. მოვარე ესე და დაუჩოქე და უთხარი რომ თუ შეიძლება ცოლად გამომყევი მეთქი და ჩანთა ჩამართო თავში, ვერ ხედავ რა ნახინჯი ხარო, რას მელაპარაკებიო და შევიდა. ამის შემდეგ დიდი ხანი გავიდა და დამესიზბრა სხვათა შორის. და ავიღე და გამოძერწე
და დავარქვი ავლაბრის ვენერა. აი ესეთია ავლაბრის ვენერა. ძალიან მოწონთ. მეუნებიან გაადიდეო და ნებისმიერი უცხოური მუზეუმი იყიდეს. ხო და არ ვიცი. ალბათ ოდესმე გავადიდებ. ჩემ ვენერას, ჩემ ოცნებას. საოცნებო ქალბატონს. ლოვა იყო ესეთი გია ჯაფარიძესთან დამხმარე პერსონალი ესე ჩამოსხმა და რაღაც ფორმირება და რაღაცა იმთელი ამბავი და გარდაიცვალა საწვალი და ჩემზე დაწერა ჰასაკი სულ არ ეტყობა ჩვენი მურაზას ისე კარგად ხმარობს თავისი თავი ლოვა 10/05 წელი ასე რომ კარგად ხმარობ ჩემ თავს ცდილობ ყოველ შემთხვევაში ეს ზურაწერეთელი თავის კაბინეტში რაღაცას ლაპარაკობდა და ამ დროს ამას ხატავდა და მიატოვა და მე წამოვიღე და გავაკარე აქ. ნუ ეს საერთოდ არ იყო სარდაფი, შემი გაკეთებული, მოთხრილი უამრავი მიწა, რომ 3 წელიწადი ვწვალობდით ამაზე, რომ გაგვეტანა ეს ყველაფერი და მე მაჩუქეს პეჩი. შემთხვევით წავացდი ერთ მეგობართან სარდაფში, დავპატიჟა, სავდით ბიჭები და ხედავ ესეთი მედალიონი რაღაც აი ჩამოგიდებულია და ეს რა არის და ეს ბუხრის ნაწილიაო და ბუხრის კი არა ფეჩის ნაწილი არის დაშლილი ეგ სადღაც შლიდან და წამოვიღეო მიყრია ესე თუ გინდა მოგცემო იმაში მაქო მეშკებში მაქ ჩადებულიო და მართლა წამოვიღე ყველაფერი ხო და აქ დავიღე აწყობა და ბუხარდა გადავაკეთე გავშალე იმიტომ რომ ვიწრო იყო საერთოდ ეს პეჩი და გადაადგილება ამისი ეს თავი ჩამოწე ეს ყველაფერი ესეთი ბუხარი გამოვიდა. შუაში ის არის რა ქვია, ბებიაჩემის კარებიდან მოხსნილი ფრანგული წერილების ჩასაგდები ლეტრა აწერია. ხო და სხვა შორის კარგი ის აქვს, კაი ბუხარია. და აქ რო ეი ტაბლა მაქვს აგერ გვერდზე და რო გავშლით ხოლმე იმას. მაგიდას წავადებს და მე ჩვენი ცუდი აზრები რაც გვაქვს, სალფეტზე ვწერთ ხოლმე. და იმაში ვაგდებ და იმდენად ის არის შეიწოვს ხოლმე შიგნით და ეს ცუდი აზრები იწვება. ნუ და ესე ტრადიცია გვაქვს. კარგი ხანია უკვე აღარ გავეკეთებია და ალბათ მან განვაახლოთ. ეს ხელები გია ჯაფარიძემ მაჩუკა და ყანწები ჩაუდე ესე ხელში და ვაშინებ ხოლმე სულ ყველას რობა. ცუდ ადამიანს არ აძლევენ მეთქი ყანს და თუ ამოიღებ და არე გარება არ არის იქნებ ვერ ამოვიღო და და მიყვარს გამომეტყოლება ეცოლებათ ხოლმე და მაგას უნდა გადავუყავ სურათ ეს კანდაგება გონა იმითი ბუშტით ჩემი არ არის ეს არის ბეციკა სოლომონაშვილის ნიჭიერი ბიჭია ძალიან იმან მომეწონა ძალიან გიფში ქონდა გაკეთებული პეტერბურგში და მეოთხარი რა კაი კანდაგებაა მეთქი ძალიან მომწონს და ჩამოვიდა მე თვითონ დაიტოვა იმაში გიფში აქ და მე კიდე ბრინჯაოში ჩამომისხა დიდი პატივისცემაა და ძალიან მიყვარს ეს ფიგურა რა ეს ჩემი რაღაც გარკვეული პატარა კოლექცია ეს კიდე გამიკეთეს ჩვენმა მეგობრებმა армянин брензи я только для вас Таймураз Муруэнзе художник в законе აქ ფუნზი გამოკარტეჩიანის პორტრეტია, კარი წარწერა, რომელიც ჩემზე თქვა, რომ если Мураз меня считает лучший актер мира, значит у него самый лучший вкус в мире, я так думаю. Да, აქ ჩემ ბინაში პეტერბურგში კარებზია ეს წარწერა. მოგეხსენებათ რომ NASA-მ კოსმოსში გაუშვა კოსმოსური ხომალდი Voyager-ი და Voyager-ზე შეკრიბეს სოფლიოს მუსიკალური ნაწარმოებები ნარჩევი ესეთი და უნდათ აირჩიეს ქართული მრავალხმოვანი სიმღერა ჩაკრულო ამაზე იყო ძალიან დიდი წინააღმდეგობა რუსეთის, უნდა პადმოსკოვნი ვეჩერა გაეშვათ და იყო ჭიდილი და რაღაცეები და
თქვენს რომ არავითარ შემთხვევაშიო აქედან საბჭოთა კავშირიდან უნდა წავიდეს მარტო პადმასკოვნიეჩერა. მაშინ ნასამ უთხრა რომ მაშინ ჩვენ კი გავუშვებთ, მაგრამ ვიტყვით რომ კგბ-მო არ მოგცაო საშუალება იმისიო რომ გაგვეშვა ის რაც ჩვენ გვინდოდა. და მაშინ დაანებეს თავი და წვალებით ესე იგი ეს ჩვენი საამაყო პოლიფონიური ნაწარმოები ხალხური წავიდა და იქ სადაც ბიჭები მღერიან. დაიბადა აზრი რომ აი ამ თემას სწორედ მიეძღვნეს რომ ჩაკრულო არის კოსმოსში და ბიჭები მღერიან და ვიღაც ალბათ ღმერთი ისმენს. და უკვე რამდენი წელიწადია, 4 წელიწადია რაც დავიწყე მუშაობა, გავაკეთე ჯერ ეს მაკეტი და უშუალებელი დგას დაწმინდაზე ზევით. იქ დგას დიდი, გაცილებით დიდი, რომელიც აი ესე ტრიალებს. და ნასადან მოვიდა დიდი მადლობის გზნობა თვითონ იმან კონსტრუქტორმა თქვა რომ მოხუცია უკვე და ჩემი ქმნილებო მალეო მოკვდებო დაამთავრებს თავის ჩაქრება იქ ყველაფერი აღარ იმას და ამ დროსო საქართველოში გაკეთდა ესეთი ისაო და მე ძალიან დიდი მადლობაო რომ ჩემი ქმნილებო აგზელებს სიცოცხლესო ესე მუდმივო ძეგლი დაედგა ეს ჩემი ბუბა 80 წლის რომ გახდა ეს გავაკეთე 2 წელი გავაკეთე ერთი მას მე ვეცი და ერთი აქ მეკიდია 80 წლის რო გახდა ბოთლი მეტრზე იყო და ბოთლი დაეჭირა და ზედ 80 გრადუსია და აქ ტრიალებს აქ ზივართ როცა ზივართ და სულ ყოველთვის ჩვენთან არის სულ ყოველთვის ესე ტრიალებს მე თავისი მაგიდიც გარშემო ვზივართ ბიჭები და პუბლიკო ჩვენთან არის უკვე. ჩემი საყვარელია. ეს არის 2004 წლის ათენის ოლიმპიადის გახსნა. ეს ესკიზები, ამ ესკიზებით არის გაკეთებული, ისიც კი არის აი წყალი რო ამოდიოდა და მე ხმელეთად იქცეოდა და კესონები და რაღაცეები გაკეთდა და სეთ გამოდიოდა და ეს ნავები რო დადიოდა ყველაფერი პრაქტიკულად თითქმის ყველაფერი გაკეთდა. მინდოდა ესეთი გადახურვა ყოფილიყო ბუშტებით ასულიყო ოლიმპიური ფიგურები სხვადასხვა ფერის კონტინენტების მიხედვით რომ ზევით ყოფილიყო ეს ყველაფერი და ასულიყო, მაგრამ ეს არ გაკეთდა. ბევრი რაღაცები გაკეთდა. გარდა ამისა კიდე მქონდა ესკიზები და არ გაკეთდა. ეს გაკეთდა, ეს გაკეთდა. ეს ოღონდ მე რეჟისორმა ეს არ იხმარა იქ და პაპა იოანომ და გადაიტანა ბაქოში გააკეთა ამის მიხედვით. ვულკანი მქონდა რაღაც აკეთებული ესეთ, მაგრამ იქ უკვე სერიოზულად ააშენეს ეს და ბაქოში იხმარა ეს ესკიზი. სერგო თავისთავად რას გველია მოვლენა თავისი სტილით და თავისი შეხედვით და არავინ რამდენიმე ადამიანმა წადა მისი კოპიების გაკეთებას თანაც ისეთ მხატვრებმა რომელსაც რაღაც გარკვეული წარმატება ჰქონდა ცხოვრებაში და ისიც დაავიწყდა და მე თავის დაავიწყდა და უბრალოდ და ესე ამდენად სერგო იყო აბსოლუტურად ეს არ შეიძლება მიბაძვა არ შეიძლება სულიდებს მან შექმნა ეს მისმა გენიამ შექმნა მისმა სულმა შექმნა მისმა გულმა მისმა ორგანიზმმა მისმა ქმედებამ საერთოდ მისმა ბუნებამ და მე არ ამგონია რომ სერგო იქნებოდა სერგო თბილისში რომ არ დაბადებულიყო და სადაც კი იყო კიევში თუ სადაც იქ თბილისური ჯიგარი გაიტანა. აი ეს მრავალნაციონალური ხელოვნებისა და სულის სინთეზი. უდიდესი გემოვნების მატარებელი იყო და ფანტაზიის უდიდესი უნარის მატარებელი კიდე რა. რაღაც ასწავლი. არ არსებობდა, სულ რაღაცას იგონებდა. მაგრამ თბილისურ ეზოში დაიბადა.
თბილისური ეზო და ბევრი დაიბადა, მაგრამ მასში კონცენტრირდა უამრავი რაღაცა. თბილისში მასში იყო კონცენტრირება. Как мы с Параджановым кутили через решетку. Это ძალიან სასაცილო ის არის სტატია. Санкт-Петербургские ведомости. ძალიან პოპულარული გაზეთია. სერგო ციხიდან გამოვიდა და პირდაპირ სახლში არასულა, პირდაპირ ჩემთან ციხიდან ჩემთან მოვიდა და ხმა მესმის იქიდან მურას იძახის და გავიხედე ეზოში და ღობის იქეთ დგას. მოთხარით, შემოდი, სერგო, შემოდი, ყველაფერი მაგ სახლში დავიძეთ, არა კარგია რომ გამოგიშვეს და რაღაცეები. არაო, ესე მიყურებს. რა იყო მეთქი და რა კარგეთ გამოვიყურები გისოსების იქეთო რა. ციხეში ჩამსვა. და მოკლედ გავიტანე ვიღაც ძღოლთან ერთად მოვიდა. და გავიტანე სკამები დასაკეცი მქონდა, გავყავი იქეთ, დასხდნენ, გავიტანე პურმალი, ღობეზე დავდგი. და კეიფი და ვიქეიფეთ ესე. ციხის გისოსების აქეთ იქეთ. მე იმას უყურებდი გისოსების იქეთ და ის კიდე აქეთ მეყურებდა და რას ქვილი ამას უამრავი რაღაც ხუმრობები და რაღაცები მოყვა. აი ეს მე ვარ პეგაზზე. და ეს შველის ხოლმე, როდესაც ფანტაზია მეკარგება და არაფერს გაკეთება არ შემიძლია, აი ამას მიმართავ ხოლმე, ვეთქვი მოდი მიშველე. ხო და ეს დრამეს აკეთებს რა. და მომდის აზრები მომდის. სულ ყოველთვის რაღაც იდეების ის არის. აი ახლა უკვე მომივიდა იდეები რა. და გადავწყვიტე რომ იმ ქვეყნად რო წავალ სერგო სიროჟა შენთან წამოვალ ამ პეგასით. მე გაემზადე იცოდე, პეგასით მოვდივარ. რამდენიმე წლის შემდეგ, ან 10 წლის შემდეგ. აბა შენ იცი, კარგად დამხვდი.